სტუმართან გადავდივართ იურისტი, პოლიტიკოსი ვალერი გელბახიანი ჩვენი სტუდიის სტუმარია. მოგესალმებით ბატონ ვალერი. თელ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გაქვთ ამ წუთისთვის. რა ძირითად დასკვნებს გააკეთებთ საარჩევნო უბნების დახურვამდე 4 საათიც აღარ რჩება უკვე. პირველ რიგში რა თქმა უნდა მე ულოცავ საქართველოს და მის მოსახლეობას რომ არჩევნები მიმდინარეობს მაინც სტაბილურ ვითარებაში, რაიმე ისეთი ექსცესები არ მომხდარა, რომელიც კითხვის ნიშნებს ქვეშ დააყენებდა ამ პროცესს, თუმცა დარღვევების რაოდენობა საკმაოდ შთამბეჭდავია. თლათისი არ არის, რომ უმნიშვნელო დარღვევებზეა საუბარი. ესეთი ტიპის დარღვევებია, სადაც ალბათ მოსალოდნელია გაუქმდება საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, იმდენად რამდენადაც არის დარღვევების ტიპი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არ არის საფუძველი გაუქმების, მაგრამ არის სერიოზული დარღვევები, რომელიც არის საფუძველი კანონის მიხედვით, რომ ის უნდა გაუქმდეს. მაგრამ მაინც ზოგადად ეს არ მოახდენს დიდ გავლენას არ საარჩევნო შედეგებზე, თუმცა უკვე გაიჟღერა პირველმა, ასე ვთქვათ, ფრაზამ ერთ-ერთ პარტიიდან, რომ მასიური ხასიათი აქვს დარღვევებს. ერთ ცოტაღა დარჩა ერთი ნაბიჯი ითქვას, რომ არის ტოტალური ხასიათის ეს დარღვევები და რა თქმა უნდა, ამას ჰქონდეს შემდეგ პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა. მე არ გამოვიცხავ ეს სურათიც მივიღოთ, თუმცა ზოგადად რასაც ვუყურებ, კიდევ შეიძლება ერთი რამის თქმა, რომ აქტივობა მართლაც შეინიშნება, უფრო აქტიურია წელს ამომრჩეველი, ვიდრე იყო 2014 წელს, მაგრამ რა თქმა უნდა შედარება არ შეიძლება 2012 წელს. მაგრამ არის კიდევ ერთი ნიუანსი, ხა წეღარაც გამოცხადა 3 საათზე. იყო 19.9 და 34 ასე. დიახ, ეს 12 საათზე, 15 საათზე. მე უსმენდით 3 საათიან ცესკოს განცხადებას, იქ დაფიქსირდა. ასე ახლა ფიქსირდება 4 საათიანი უკვე. არის 34%-დან მეტი, ანუ 15%-იანი ზრდა არის. ცოტა ასეთი დინამიკა ცოტა არ იყოს დამაჯერებელი არ არის, იმიტომ რომ ხო, ეს 15% დაახლოებით არის 500,000 ამომრჩეველი. ბატონ ვალერი, მე მგონი 3 საათზე ცესკოს არ ქონია ახალი მონაცემები გამოცხადებული ჩვენს ინფორმაცია. მე უსმენდი ერთ-ერთ არხზე თქვენთან სანამ ვიდრე თქვენთან მოვიდოდი, გამოცხადდა რაიმე მე მგონი შეცდომაა. ხო, აი მე ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ვახსენეთ კიდეც რომ ცესკოს ჰქონდა გარკვეული ცდომილება და შემდეგ გასცეთ 15 საათის მდგომარეობით არის 34%-ზე ცოტა მეტი, 12 საათის მონაცემით იყო დაახლოებით 20%-მდე. შუალედში ანგარიში არ ქონია. შუალედში ანგარიში არ ქონია. შესაძლოა რაღაც ინფორმაცია არასწორად მოვიდა თქვენამდე. შეუსაბამობაა, მაგრამ მე 3 საათზე რო უსმინე, მაშინ მოვისმინე ციფრი. აი ხა თქვენ სტუდიაში გავიგერო არის 34 და ამან უბრალოდ გამიჩინა კითხვა, რომ ასეთი დინამიკა არის თუ არა შესაძლებელი რეალობაში. ასეთი ქრონომეტრაჟი არ ტარდება, მაგრამ ცოტა საეჭვოა. მე არ ვამბობ, რომ შეუძლებელია მისვლა, ეს ძალიან დიდ რიგებს გამოიწვია, წარმოიდგინეთ 1 საათში 9 მილიონი ადამიანი აძლევს ხმას, როცა მთელი დღის განმავლობაში თითქმის იგივე მისცა. ბატონ ვალერი, აი ჩვენ წინა სტუმართანაც გია ხუხაშვილთან საუბრისას შევეხეთ ამ საკითხებს, რა შეიძლება უკვე საღამოსთვის ველოდოთ, აი გია ხუხაშვილმა ცოტა ხატოვნათაც თქვა, აი რომ დაბნელდება მე უფრო ველოდები რაღაცებს, აი თქვენ რას ელოდებით? მე ახლა საქმე იმაშია, რომ მე მოусმინე ბატონ ხუხაშვილს და ჩემთვის თქვი გულში რომ როგორც ჩანს მარტო მე არ მაქვს ასეთი აზრი, ესე იგი ეს აზრი. სიბნელის ყოველას გვეშინია დღეს, ისე გამოვიდა, განსაკუთრებული საფრთხეები ასოცირდება. თქვენ ეთერში თქვი რადიოში გუშინთი რომ ეს ეგზიტ პოლები უკვე აჩენენ კერებს, დაძაბულობის კერებს აჩენენ. ნუ როგორც გამოჩნდა მარტო 2 ეგზიტ პოლი არ იქნება, კიდევ პატაბურჯულაძე აქვეყნეს მესამე ეგზიტ პოლს, ეს იმას ნიშნავს რომ კვლავ გვექნება ამ სოციოლოგიური ციფრების ომი და კონფლიქტი ერთმანეთში, ხო? და ვინი კონფლიქტებს? აი, ამის პროგნოზის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ. გასაგებია, რომ პოლიტიკური ძალები არიან მსურველები, მათთვის სასურველ არხებზე მოსმენილი პროგნოზი აღიქვან უფრო მათთვის სასურველად. ამიტომ ერთი ზეიმი წეს, მეორეს. პარტიული ზეიმი რატომ ასოცირდება ღამის საფრთხესთან? იზეიმონ პარტიებმა ეს საზოგადოებას რა საფრთხეს შეუქმნის? არა, შეუქმნის, იმიტომ რომ სხვადასხვა მონაცემებთან იქნება კავშირი. გაირკვევა ბოლოს სად არის სიმართლე? გაირკვევა ბოლოს, მაგრამ სანამ გაირკვევა, ვიდრე გაირკვევა უბრალოდ. მანამდე არის მოსალოდნელი რაღაც უფრო სხვა ხასიათის ექსცესები, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე მაგალითად შემიძლია დღეს აი ამ საათში ვთქვა, რომ
საქართველოში არანაირი დაძაბულობის განვითარება არ ექნება საარჩევნო შედეგებს. ამ აქტივობამ მომცა ამ განცხადების საფუძველი, თუმცა მე ვფიქრობდი, რომ თუ არ იქნებოდა მაღალი აქტივობა, შესაძლოა ჩვენ გვეხილა 9 ხვალინდელი დღიდან 9 ოქტომბრიდან ქუჩის აქციები და დაპირისპირება ხელისუფლებასა და ხალხს შორის. იმიტომ რომ განაცხადები, რომელიც 100 მანდატიანი და მეტი, ესე ვთქვათ, კონსტიტუციური უმრავლესობის თავაზე კეთდებოდა, ეს სხვა არაფერი არ არის, თუ არა ერთპარტიული ავტორიტარული მმართველობა და დანარჩენი პარტიები ქუჩაში. ეს მოდელი ამას ნიშნავს. მაგრამ დღეს მე ამორჩეულის აქტივობა უკვე მაძლევს სიმშვიდის საფუძველს, ვთქვა რომ საქართველოს ხვალინდელი დღიდან უпростоრად ეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი და არა ერთპარტიული და ავტორიტარული, ასე ვთქვათ, რეჟიმის საფუძველი შემქმნელი პარლამენტი. ამიტომ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ვითარება შექმნა ქართველმა მომრჩეველმა და ამისი დამახინჯება მიდის. ეგზიტ პოლები ამახინჯებენ, ესე ვთქვათ, რეალობას და ის პარტიები, რომლებსაც პრაქტიკულად გადალახული ექნებათ 5%-იანი ბარიერი, გამოცხადებიან თამაშ გარე მდგომარეობაში. და ამ პარტიებს ხავს თავიანთ ხარდამჭერები, ამ პარტიებს არაფერი არ დარჩებათ, გარდა იმისა, რომ მოუხმონ ქუჩაში თავიანთ ამორჩეულს. მაგრამ სახეზე იქნება ოქმები, ხელმოწერილი და სახეზეა სასამართლო, სადაც შეიძლება რაღაცები ადმინისტრირებაში, CSKO-ს პირდაპირ ბრალს ადმინისტრირებაში. CSKO-ს არ უნდა დაეშვა ერთდროულად თუ ესე პარალელურ რეჟიმში უნდა დაეშვა და არ უნდა დაეშვა წინსწრებით არავითარი ეგზიტ პოლების განცხადებები. ეს უნდა ყოფილიყო პარალელურ რეჟიმში, როდესაც CSKO დაიწყებდა ცალკეული ოლქების მიხედვით წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებას, ამ პარალელურ რეჟიმში შეეძლოთ ანუ რეგულაცია უნდა შემოსულიყო ტელევიზიებისთვის, რომ მათ არ ექნებოდათ უფლება ამ ეგზიტ პოლის გაშვების ინფორმაცია არ წავიდოდა. თუმცა რთულია ეს, რომ ვინმეს რამე აუგზავნო. არა, რატო არის რთული? CSKO-ს გააჩნია ამის უფლებამოსილება დაადგინოს გრაფიკები. არავითარი რთული არ არის. მეორე, როდესაც CSKO ამბობს, რომ დილის 6 საათისთვის ექნება მონაცემები. ეხლა ჩვენ დავბერდით ამ პროცესში და ვიცით, რამდენ ხანში ითვლება შედეგები. და რამდენ ხანში ითვლება? 4 საათში ყველა უბანში დათვლილია შედეგები. არ არსებობს უბანი, სადაც 4 საათში შედეგი არ დაითვალა. კი, მაშინ რა დასკვნა გამოგაქვთ? აი მე ერთ-ერთ ჩემ შეკითხვაში ზუსტად ეს მაინტერესებდა, როდესაც თქვი, რომ 10 საათიანი შუალედი გამოდის ეგზიტ პოლსა და CSKO-ს. ესე იგი, ეს არის მანევრი, რომ ვიღაცას ეძლევა საშუალება 10 საათის განმავლობაში აკონტროლოს მთლიანად თელ საქართველოში მიმდინარე პროცესები. ეს სახიფათოა ძალიან, მე ვფიქრობ და არ უნდა დაეშვა CSKO-ს ეს, რომ ჯერ ერთი ეგზიტ პოლების ასეთ წინსწრებიას. მეორე ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქის ქუჩებში ეწყობა ეგრეთ წოდებული ტრიბუნები, საზეიმო ტრიბუნები, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათიდან იწყება ქალაქში დიდი ზეიმი ერთი პარტიის, რომლის ორგანიზატორია ხელისუფლება. ხელისუფლება აძლევს თავის თავს, რომ დეტონატორი გახდეს. ბატონ ვალერი, აი კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, ხომ? აი რადგან ეგზიტ პოლებზე ვსაუბრობ, თქვათ აი გამოცხადდება, ზუსტად ვიცით 8 საათზე ეგზიტ პოლების შედეგი, შემდეგ უნდა დაიწყოს ხმების დათვლა საარჩევნო ადმინისტრაციამ, ხომ? ამ ეგზიტ პოლების გამოცხადებული შედეგის გავლენა ხმების დათვლის პროცესზე როგორ შეიძლება აისახოს თქვენი აზრით? ეხლა წესით არ უნდა აისახოს, წესით. აი თუ შევძლებთ ბოლომდე დავიცვათ უბანში წესრიგით, მაგრამ ეს ზარზეიმი გამოიწვევს შიგნითაც ნებათაღელვას. კომისია ხო რამდენიმე პარტიისგან შედგება, არა, ცალკეული კომისია. იმ პარტიას ხო წარმომადგენლები ყავს. აი წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ რომ საარჩევნო უბანში 9-ის ნახევარზე დაიწყოს ერთ-ერთმა პარტიამ ქუჩაში ზეიმი, ურეკონ ერთმანეთს მიულოცონ და შიგნითაც იგივე სურათი შეიქმნეს უბანში. ეს რას გამოიწვევს შიგნით? არეულობას გამოიწვევს, ქაოსს გამოიწვევს, დაპირისპირებას გამოიწვევს. ამიტომ არ არის სწორად დათვლილი. მე შეცდომა მგონია, რომ ამას ქართული ოცნება ძალიან დიდ შეცდომას უშვებს და ამას რაღაცნაირად ეხლავე ჭირდება პრევენციული, ასე ვთქვათ, ზომების და ღონისძიებების განხორციელება და მიუხედავად იმისა, რომ არ ხდება საქართველოს დღევანდელი დღეს არაფერი არ ხდება ისეთი ექსცესი, რომ
რაღაც სხვა განვითარება მიცეს მოვლენებს, ხელოვნურ კერებს აჩენს ისევ და ისევ მართლი პარტია იმისათვის დაძაბოს მაქსიმალურად სიტყვა. გმადლობთ. ვალერი გელბახიანი იყო ჩვენთან ერთად. მას ვემშვიდობებით, გმადლობთ რომ მონაწილეობდით გადაცემაში და ახლა სხვა საარჩევნო ამბები, ნინო. არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია და 9.5-ისთვის გამარჯვების აღნიშნავს აპირებს სხვათა შორის ირაკლი ოქრუაშვილიც გორის მაჟორიტარობის